მოგესალმებით შემოძვირფასებო, ტრადიციულად კვირა დღე არის, რადგან კვირა არის ჩვენს ერთად ვართ, მე და ჩემი პუტკუნები და შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტებს. ჩვენ ვიმყოფებით რესტორან გორგასალში. რესტორანი გორგასალი გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, მაღალ ხარისხს და უგემრიელეს კერძებს. გოგოებო, ახტოვანებული ვარ ამ გარემოთი. რა სიტყვით? ულამაზესი ადგილი, თბილი ხალხი, კაი მომსახურება და ნამდვილად უგემრიელესი კერძები. ყველაფერი იმისთვის არის, რომ ისიამოვნოს ადამიანმა აქ რომ მოვა. ჩვენ გადავიდეთ ჩვენ საქმეზე და ნინოს ეღირსა რომ მენტორია და ნუ რა ვიცი, აი ხალგეუნებით რა, ჭკუასი არ არის რო იტყვიან. არც ეგრე არ არის საქმე ჭკუაზე არ არის, მე ძალიან მომწონს ჩემი ამპლუა, როგორც მზარეულის, როგორც მენტორის, ასეთაც და ისედაც. ასე რომ შენ რომ ხარო მარტო მენტორობაზე ხარ ორიენტირებული, მე ესე არა ვარ, ჩემო კარგო. ეხლა მე მოგცემ დავალებას და ბევრს რო ჭიკჭიკებ, ვნახოთ როგორ გააკეთებ და რას გააკეთებ. 15 ლარი გაქვთ პირველ რიგში, აქედან დავიწყებთ. მთავარი ინგრედიენტი არის პომიდორი, ზაფხულია და ჩვენი ქართული ნამდვილი პომიდორით მაინტერესებს, რას გამიმზადებთ. გაიანე, მოდი ხა რა მოგაფიქრდა თავში უცბად რას გააკეთებ. ეხლა ნახე, მე ეხლა სხვა რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცები ვიცი, ხო? პომიდორია რაღაცა ჩვენ ყველა ვიცით, ხო? მაყურებელიც, მაგრამ რო ვარ საქართველოს სომეხი, მინდა ტოლმა გავაკეთო პომიდორით და სხვა ვარიაციით უნდა გავაკეთო და აი რო ის უმი ფარში არა, რაღაცა სხვა რაღაცი და ნახავთ. მე მოვიფიქრე, გავაკეთებ ალუცილად ჩიჟიბიჟის, ჩიჟიბიჟის რა მოფიქრება უნდოდა? ოღონდ დამაცადე ნინო. შენ ყველაფერში კომენტარს ნუ მიკეთებ. მე მოვიფიქრე ჩიჟიბიჟი, ოღონდ ჩემებული ჩიჟიბიჟი, რაღაც მინდა გადავცე ჩვენ მაყურებელს საინტერესო ჩიჟიბიჟი რო არ იყოს მართლა ჩვეულებრივი ჩიჟიბიჟი, როგორც ყველა სახლში მზადდება და ყველას ოჯახში, რაღაც განსხვავებული, ჩემებული ვერსია მინდა შემოგთავაზოთ. სანამ კერძის მომზადებას დავიწყებ და ჩვენ საქმეს შევუდგებით, კოკაკოლა დავლიოთ, გული გავიგრილოთ, ხალისიც მოგვე ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მოვიფიქრე რომ 15 ლარში მოვამზადო ტოლმა, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ჩემთან ახლოს არის, ბევრი რაღაც ვარიაციების გვიცით, მაგრამ მინდა დღეს გავაკეთო ფრეში პომიდორი რო იყოს და ცოტა თავისი ხაშხაშა წვნიანი რო დარჩეს და ხორცი უნდა მოითუშოს და მერე შევიდეს ამ პომიდორებში და რაღაცა ახალი ინგრედიენტი დავამატე, რომელიც ძალიან ძველ რეცეპტებში ბებია ჩემმა მასწავლა სხვათა შორის ქიშმიში გინდა თეთრი, მაგრამ მე შავი უფრო მომწონს, თავისი თაფლის არომატსაც აძლევს. 15 ლარში ჩავეტიე, დაახლოებით ესე 1 კილოა პომიდორი, 250 გრამამდეა ხორცი შერეული, ხახვი 2 ცალი დიდი გემრიელი რო სოჩნი იყოს, ბრინჯი 250 გრამში უნდა იყოს, 50 გრამზე მეტი არ უნდა იყოს, რომ ბევრი არ იყოს. ოხრახუში რეჰანი, კამა, ქინძი, ეს გემრიელი ხაშხაშა, ცოტა პიტნა ჩემებურად რო დავამატო, როგორც მე მიყვარს, ტარხუნა, ყველა წვანილი 10 გრამი და არაჟანი უნდა გავაკეთო соуსი, ნიორი და ცოტა შიგნით მინდა დღეს კამა გავაკეთო. და ამ კერძში ზეთი მიდის აუცილებლად 150 მგ და კარაქი მიდის 100 გრამი, იმიტომ რომ ბარხატი უნდა მისცეს. всё, ვიწყებთ. პირველ რიგში ბრინჯს როგორ ამბობენ, შევათავსებ ჯამში, ელი? ხო, მოვათავსებ ადუღებულ წყალში. ანუ ჯერ ხარშავ ბრინჯს და ისე. კი, მე არ ხარშავ და ხო, ახლა ნახე, ახალი ვარიაციას ვეუბნები. ნახე, უმი ხორცი არ უნდა შევიდეს შიგნით პომიდორში, ჯან. მერე აი ეს სკავაროტკა დავდოთ გენაცვალოს გაიამშენი დახმარებით, ტაფა, ხო? ეხლა შენ როგორც აკეთებ, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ პომიდორი შეინარჩუნებს სტრუქტურას, არ ჩაფლავდება ასე სწრაფი და უფრო ძალიან მარტივი გასაკეთებელი. აი ეხლა ადრე როგორ ვაკეთებდით პომიდორებს ჭრიდით, ხო? მაგალითად ეგეც კაია, ალყა როგორ ამბობთ თქვენ რომ ჩამბე, მაგრამ დღეს მინდა სხვანაირი ვარიაციას გავაკეთო და გავაბლენდერებ, აი ნახავთ. ვისწავლი შენთან და ჩვენი მაყურებელიც ვისწავლის. ისეთი ინგრედიენტები ჩამოთვალე რომ ძალიან მიყვარს ყველაფერი.
ეხლა გავასუფთავებ ამ ლამას ახალი ხახვებია საზაფხულო ნიორიც ცოტა ახლა დავიწყებ მუშუშვას უცებ დავჭრი და ხორცს დავამატებ ამ მუშუშვის მე რომ ეს გემოც არამატებიც მისცეს ელი ჯანით მერნი გაიანჩო ესე იგი, ამაში რა არის მთავარი, როცა ხორცი მოუშუშება, უცებ ჩქარა იქნება ყველაფერი და ეს უკვე მოშუშული ხორცი თავის ხახვის არომატებით და მწვანილობით, მერე კარაქი ბოლოს რო ბარხატი მისცემს, ეს იქნება საოცრება, მართლა იმდენად სუნით არომატებით სავსე იქნება ნინოჯან. და ესა გემრიელიც გამოდის და სწრაფიც. ეხლა ზეთი ხო კი, ცოტა ზეთი, აი ასე 50 მილიგრამი მეტი არ უნდა. ეს აი ასე ხელით ავიღებ. აი ასე. კარგად ბლომად ხახვი გაუკეთე კი, აი ხახვი ძალიან მიყვარს. აი ვგიჟდები. ესეც კიდე დუხს. იცი რამე შეგეკითხო? კი ბატონო. ბრინჯი მარილი ჩაყარე და მე ბრინჯი არა, არაფერი არ ჩავყარი, იმიტომ რომ მარილი რაღაცები ყველაფერი ბოლოს გავაკეთებ, რომ არომატი მისცეს. ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? პომიდორები, აი ესეთი ლამაზი, გემრიელი, 4 ცალი პომიდორი ავიღოთ. ყველა რო ერთნაირი და ერთი ზომის აქვს შევული. კი, გენაცვალე. ესე იგი, უნდა დავჭრათ აი ასე. გავჭრათ ესე, თავს მოაჭრე. კი, აი ესე, სპაკოინად, აი ასე. ერთი და ამოვიღოთ თავისი გული, ხო, შიგთავსი. ეს დავტოვებთ ესე, კუკლაჯან. ეხლა ვნახოთ ეს უკვე მე მგონის მზად არის და ხორცი ესე გემრიელად კარგად დავამატებთ და მერე უკვე მარილი, პილპილი და ასე შემდეგ. მერე უკვე დავამატოთ ის რაც საჭიროა. ესე იგი, ხორცი უკვე იშუშება, ბრინჯი თითქმის მზად არის. ეხლა ვჭრი მწვანილებს. ყველა მწვანილი 10-15 გრამი როგორ თუ გინდათ უფრო ბევრი გააკეთეთ, პრობლემა არ არის. ამოვიღებ ამ ტარხუნის ღერებიდან რამე რომ უხეში არ იყოს, იმიტომ რომ ბოლოს უნდა დავამატო ხორცში, ელი, რომ ფრეში იყოს. ყველა მწვანილი როგორც ვაკეთებ, ეხლა ვჭრი. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, დავაბლენდერებ პომიდორის ის შიგთავსი რო დარჩა, ერთი ლამაზი პომიდორიც კაი ვარდისფერი დავამატებ, ცოტა მწვანილი, ცოტა ნიორი, წიწაკა და ბულგარულები ცოტა რომ არომატი მისცეს და არაჟნის соуსი გავაკეთე. გენაცვალოს გაიამ. შიგნით არის კამა, შავი პილპილი, მარილი და ნიორი. ჯიგრებო, როგორც გინდათ გემოვნებით. წიწაკა დაჭრილია, შიგნით არის კიდე ნიორი. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ, რომ ფრეში იყოს. ესე იგი, ამას ვიღებთ გემრიელად, კარგად, აი ესე. უკვე მზად არის ეს ჩვენი ლამაზი ხორცი, აი ესე. კი ბატონო, მზად არის. მარილი შიგნით არ არის. დავამატებთ. აი ასე, ცოტა ბრინჯს, რომ ბევრი არ იყოს. ესე იგი, ხორცი უნდა ჭარბობდეს? კი, აბა რა, ცოტა соуსი. კი, რომ არომატი მისცეს, უკვე რაღაცა წვენი მისცა. კი. ვამატებთ, ესე იგი, მწვანე წიწაკას, მწარეს, ყველაფერი ფრეში, რომ არომატები იგრძნოს. ჩვენი დაჭრილი ნიორი, აი ასე, ძალიან ბევრი არ გავაკეთოთ. მარილი, ჩვენი მიქსი მარილი, რომელიც ყველაფერი შიგნით არის, ტარხუნადან დაწყებული ვეგანა. კი ბატონო. მარილი ბლოს ვამატებ, რომ არომატები გახსნას. აი ასე. ნახეთ ახლა ამასაც ვაკეთებ შავ პილპილს. ქიშმიში ძალიან ცოტა
ძახეთ აი ასე და რაც მთავარია ბარხატისთვის ჩვენი კარაქი. გადნება კარაქი მეტი არაფერი არ უნდა. რო ამოვიღებ მასას, შევათავსებ ჩემ ლამაზ ქუდებში, სალბატანი გაიაჩონ. მე ისევ დავაბრუნებ ტაფაზე და ცოტა соус დავასხავ, რომ ჩვენი პომიდორის ეს ლამაზი ადგილი რო არ დაიწვას სალბატანელი, 5 წუთი და მზად არის. არაჟანის соуსი, თუ გინდა თქვებით დადე, თუ გინდა ზევითან, თუ გინდა საჭმლის პროცესში. და იქნება ძალიან მაგარი, ხო, სოჩნი ცავტანებ და გადავდივარ სერვირებაზე. თუ გინდათ, უცებ გრამაჟობას კიდე აგიხსნით. არ გინდათ კარგით. გავიშია. და ჩემი კერძის მომზადების დრო ვამზადებ ჩიჟი ბიჟის, ოღონდ რაღაც ჩემებული ვერსიით, სხვანაირად. არ ვიცი რა გამოვა, როგორ მოეწონება და რა იქნება, მაგრამ ძალიან საინტერესო და გემრიელი იქნება ვიცი. პომიდორი დაახლოებით 9 კილოზე ცოტა მეტია, 700 გრამი პომიდორი იქნება. ერთი კარგად დიდი ხახვი, რეჰანი ოხრახუში 15 გრამი, ბულგარული დაჭირდება 150-200 გრამი, მწვანე წიწაკა დაჭირდება 1 ცალი, ალბათ 10-15 გრამი იქნება. კვერცხი დაჭირდება რაც მეტი კვერცხი აქვს, მით უფრო გემრიელი, ზეთი, ცოტა კარაქს უზავთ, რომ ხავერდოვანი და სასიამოვნო გემომისეს, მარილი და შაქარი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პომიდორსა ცოტა სიმწლაკე დაუკარგოს შაქარმა. და მე კიდე მაქვს შეძენილი ძალიან პატარა და საყვარელი წყლის კვერცხები, ამით გავალამაზებ ჩემ კერძს და ნახოთ, დავიწყო და თანდათან კიდე თუ რამე დამავიწყდა თანდათან. ეკა როგორ აკეთებ, აბა მაინტერესებს. მოკლედ, ეხა პირველ რიგში დავიწყებ პომიდორით. პომიდორს მოვაჭრი თავს და ამოვიღებ გულს. როგორც გაიანებ რა. როგორც ტოლმას ვაკეთებთ საზაფხულო ტოლმას. მე რატო ამბობ? რაღა მაინც ეგრე აკეთებ, გაიანებ როგორც გააკეთე. ხო, ჩიჟიბიჟი არ მინდოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი, როგორც თეფშზე დავდოთ და იყოს ჩიჟიბიჟი. მინდა იყოს ძალიან ჩაუხრიპო პომიდორი. კი, ჩაუხრიპო, ამით უნდა აიღო და შეჭამა ნორმალურად. როგორ ჩიჟიბიჟი არის წვნიანი. როგორ უნდა შევჭამო? წვნიანი იქნება. ჩიჟიბიჟი ძალიან წვნიანი არ არის. საერთოდ მოიგონე. კი, ჩიჟიბიჟი პური უნდა ჩააწო და ისე შეჭამო. წვნიანი კერძია. მე ჩემებურ ვერსიას გაწვდი ნინო. მე სხვა რამეს ვიძახი. ანუ ზუსტად ანალოგიურად აკეთებ თქო, ოღონდ გაიანეს ტოლმა ქვია ხორცთან და შენი ჩიჟიბიჟი ქვია კვერცხთან. ჩიჟიბიჟი არის ნამდვილი ჩიჟიბიჟი, უბრალოდ ამას ვიყენებ ფიალების ვარიანტში ჩავდებ ჩიჟიბიჟი. თუ ცოცხლად იქნება. არა, მე ტაფაზე ჩაულებრივად ჩაითუშებ, აბა ცოცხლად რანაირად იქნება. ეკა, ერთი რამე მაინტერესებს კიდე. ეხლა დახრილი რო გაქვს თავი. წამწამები და ბლა რა გძლევს? თვალები არ გეხუჭება? არა. მალდინა არის, მალდინა, იმიდა. აი შენ რო გაიკეთებ, მე შეგეკითხები, გეხუჭება თვალები? არ გავიკეთებ, მე ვერ გავიკეთებ ეგეთი რაღაცეები. უბრალოდ ალერგიული ვარ. ალერგიული ვარ, მე ვერ ვიკეთებ ვერაფერს. ალერგია რა შუაშია პლასტმასი. წებო აქვს თვითონ წამწამს მე წებო ალერგიულია კულა. არ არის გოგო, სხვანაირი წებო აქვს, მიწება, როგორც არის სკოჩი ორმაგი, ისეთია ეგეც. კოჩი მე წამწამები წამივა მე. გაიგე სათვალეებზე გადმოალაგე წამწამ. ხო ეგ. მე მომწონს ძალიან და აი რა გიყოთ ახლა. მაცალეთ რომ ამოვიღო ეს გულები აქედან და დავიწყო ჩემი საქმის გაკეთება. რა მომიღეთ სული კაცო, ხო ნახავთ რაც გამოვა. უი მე ნინოს ოღონდ გამიფუჭდეს იმის ოცნებაშია სულ. არა, სულაც არა. მე გასწავლეთ მე რაც ვიცი და თუ გინდა გააკეთეთ, თუ გინდა ჭირი მომჭამეთ, რა გიყოთ? ჭირი არ მინდა შეგჭამო. მომჭამო რატომ და მოგჭამო? მოგჭამო შენა გოჭო.
მე კადრები ხარ თორთავე მე სხვა რამე ვთქვი კი არ მომჭამე მეთქი ხო და ჭირითანაც ია რატომ არა ჭირი გოჩას სოდოა ესე კამის ხაში გოჩაც სოდოა ხო გაიანე ეხლა შენ ეს დავალებას მოგცემ აბა მიდი აიღე ეს ქავსახურები და მოარგე რომელსაც რომელი მოუვა სუსოქი დავიწყებ ხახვის გარჩევას და დავჭრი ალყა ხავს მოუშუშავ ტაფაზე ძალიან არ უნდა მოუბრაწოთ მე ბულგარულსაც დავჭრი წითელს და მწვანეს ამასაც ამ ბულგარულებსაც ხავთან ერთად მოუბრაწავ მოუშუშავ და მე უკვე ამ პომიდორის გულები რაც ამოვიღე მეგობრებო ამას და ამებს დავჭრი დავაკუწევ დავკუწავ და დავჭრი და დავამატებ ამ მოხრაკულ მასას მე გავუკეთებ რეჰანს და ოხრახუშს მე კვერცხს გავუკეთებ რომ სიმყარე მისცეს და არ გამოვიდეს ის წვენი პომიდორიდან და მე უკვე გაჩვენებთ როგორ მოვამზადებ ბოლოს ხო ჩემი მალვინაჩკა ჩიჟი-პიჟი დავჭერი ალყა ხახვი ბლომად ცოტა ბლომად ხახვი ბულგარული წითელი და მწვანე წიწაკა რეჰანი ოხრახუში მარილი ცოტა შაქარი რომ პომიდორი არის მჟავე და განეიტრალოს ცოტა სიმწლაკე დაუკარგოს ცოტა შავი პილპილი ეხლა კარაკი და ზეთი რა თქმა უნდა მოვიყვარხრაკე ყველაფერი ერთმანეთთანაური და მოვხრაკე გადმოვიტან ეხლა პომიდორში გულამოცი პომიდორს და ამის გულებიც აქ დავამატე ამას კიდე აქვს შიგნიდან გოგოებო ჩვეულებრივი კვერცხიც იმიტომ რომ რო შეკრას და ჩვეულებრივი ანუ ქათმის კვერცხი ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი აი ასეთი მასა იქნება ამ ჩვენ პომიდორში აი ესე ამას დავამატებ ყველს აი ესე ყველს დავამატებ აი ესე და დავამატებ წყერის კვერცხს დავაფარებ მე თავისივე ქუდს და ჩავალაგებ ტაფაში ასე ცოტა წვენი მაქვს შემონახული პომიდორის წვენი რომ ორთქლში მოითუშოს ეს პომიდორი და გადმოვიტან და სერვირებას გავაკეთებ მე მომზადეს ჩემმა პუტკუნებმა თავარი ინგრედიენტისგან პომიდორისგან სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენებით ორი სხვადასხვა კერძი გაიანემ გაამზადა ტოლმა ხო პომიდორში თავისებურად თავისი ოჯახური რეცეპტით ბებიის რეცეპტით და ეკამ გაამზადა ჩიჟიბიჟი რომ თავისებური ინტერპრეტაციით ბუდეები გააკეთა პურის აი მე რო პურს არ ავჭამ 0%-იანი პური მომიტანა უბრალოდ ერთი რაც არ მომეწონა ამ კერძში რაც გავაკეთე ყველის კუბიკი ჩავდე ჯობდა რომ გახეხილი ყველი ჩამეყარა და უფრო მეტად ჩადნებოდა ეს უკვე ვეღარ გავითვალისწინე ძალიან მდნარი ყველი და მეგონა რომ გადნებოდა მაგრამ ჯობია რომ გახეხილი ყველი ჩავაყარო გინდა პარმეზანი თუ გინდა მოცარელა რაც გინდა იყოს რაც ისეთი მდნარი გულით მშვენიერია გოგოებო მოდით ახლა კოკაკოლა დავლიოთ დავანეიტრალოთ ყველაფერი ძალიან მაინტერესებს რა გაამზადებთ რომ მივირთო და კოკაკოლა მოუხდება ამ ყველაფერს გადავდივარ ახლა
ყველაზე გემრიელ ნაწილზე ჩვენი გადაცემის დაგემოვნების ეტაპზე. მოდი, რადგან გაიანემ პირველი გაამზადა, ნიკა ხო არ გეწყინება გაიანეს ჩვენი რომ გავსინჯო. ძალიან გემრიელია, ძალიან კარგად არის მომზადებული, соуსი ძალიან უხდება, შეზავებული, აი მართლაც არაფერი არ აქვს, აი ზედმეტი და ნაკლები, რომ ვთქვათ, რომ აი ნიორი ჭარბობდეს, ან რაღაცა ჭარბობდეს, ან რაიმე აკლდეს და ეს ქიშმიში ძალიან უხდება. მადლობა. ძალიან უხდება, გაია, მადლობა, ძალიან გემრიელი, კარგი, მარტივი, სწრაფი კერძის მომზადებისთვის და რეცეპტისთვის. მადლობა თქვენ. ეკას ნახილავი ჩიჟიბიჟი უნდა გავსინჯოთ, ძალიან გემრიელად გამოიყურება. აი ეს კვერცხი, ყველი, ყველაფერი ძალიან საინტერესო ვარიანტი არის, ასე რომ ვთქვათ, საინტერესო ვარიანტია. პურიც ძალიან კარგი მოფიქრება არის. მართლა ძალიან გემრიელია, უდაოდ ორივე ძალიან გემრიელია. ამასაც ყველაფერი აქვს თავის ადგილზე. აი არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთული თემა არის. რა ვიცი გოგოებო, ეხლა ორივე მართლა ძალიან გემრიელია, ჩემი გემოვნებით. ესეც გემრიელად არის შეზავებული, ესეც, მაგრამ რადგან გადაცემის პრინციპი არის ის, რომ ერთი უნდა იყოს მერე შემდეგში მენტორი, ხო? რა ვიცი, ეხლა აი მე მაგალითად ძალიან მომეწონა ის соусები და იმითი ჩემი გემოვნები ტოლმაზე რომ გიждები, აი ეგ პლუსი აქვს გაიანეს კერძს ჩემთვის მაგალითად. ნახევარი პლუსით მეც წერ გაიანეს კერძს და შემდეგში გაიანე იქნება მენტორი, მე და ეკა შევხვდებით ერთმანეთს. დავემშვიდობოთ გოგოებო ჩვენს მაყურებელს. ჩემი გოგოები ორთავე უნიკალურები არიან, გემრიელესი კერძები გაამზადეს, ძალიან მარტივად, ძალიან იაფად. ყველა შეგიძლია თქვენებური ინტერპრეტაციით გადაიტანოთ და გაამზადოთ. აქ მოგებული და წაგებული არც ერთი არ არის. ყველანი მოგებულები ვართ, ყველანი კარგი გოგოები ვართ და დავემშვიდობოთ და მადლობა კიდევ ერთხელ რესტორან გორგასალს. მადლობა გორგასალ ჯან, რესტორან ჯან. მშვიდობებით მომავალ კვირამდე, მომავალ შეხვედრამდე.